ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბოლო ნაკადი სულ 80 სამხედრო მოსამსახური ავღანეთიდან სამშობლოში გუშინ ღამით დაბრუნდა. მათ ალექსეევკის სამხედრო აეროდრომში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დახვდნენ და სამშობლოში დაბრუნება მიულოცეს. მათ ქართველ სამხედროებს აისაფის მისიის წარმატებით განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადეს. ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროები ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში მისიის შესასრულებლად როტაციის წესით სექტემბრის ბოლოს გაემგზავრნენ. ბატალიონმა სამოქმედო არეალი სრულად ოქტომბრის დასაწყისში გადაიბარა. დღეს დაგვიბრუნდა როტაციის ბოლო ნაწილი ჩვენი ვაჟკაცი მეომრების ბათუმის ბატალიონის. მე მინდა მადლობა გადაუხადო მათ ესეთი დიდი სამსახურისთვის, მისიის წარმატებით შესრულებისთვის. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ესე ამდენ ხანს მონატრებულები იმ დროს, რომელსაც ოჯახებში გაატარებენ, იქნება ალბათ ყველაზე დიდი თერაპია მათთვისაც ამ დიდი პასუხისმგებლობით სავსე მისიის შემდეგ. ამოცანის შესრულება მოუწია ძალიან რთულ გარემოში, რთულ ვითარებაში, რაც თავარია მან წარმატებით შეასრულა დანაკარგის გარეშე და დაუბრუნდა თავის დისლოკაციის ადგილს, თავის ახლობლებს, მშობლებს და ეს იქნება თვითონ ამ ბატალიონის ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული ოპერაცია, დანარჩენი წინაა.